ვაკო ყაზაიშვილის მორიგი ჰეტრიკი ჩინეთის სუპერლიგაში. ქართულმა შემტევმა შანდონგ ტაიშანის რიგებში შანხაის შენხუასთან შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო. მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილს ჩინეთის სუპერლიგაში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 22 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ შედეგით ქართველი ჩინეთის სუპერლიგის ბომბარდირთა ჩამონათვალს ლიდერობს. ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენისას მიქაუტაძეზე ესპანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ფორვარდი გულშემატკივრებს აუცილებლად შეუყვარდებათ. დიდებული თავდამსხმელია, მასზე დიდი ფსონი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გაგვახარებს, ამბობს კლუბის წარმომადგენელი. მიქაუტაძე ვილიარეალში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს და დებიუტის შანსი 13 სექტემბერს მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ ექნება. გამოცემა Football Transfers-ის ინფორმაციით, გურამ კაშიას შესაძლოა მომავალ ზაფხულს ვიტესში დაბრუნდეს. გამოცემის ცნობით, კაშიას ბრატისლავა სლოვანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. კაშია ჰოლანდიურ კლუბში 2010-2018 წლებში თამაშობდა, სადაც 293 მატჩი ჩაატარა და გუნდის კაპიტანიც იყო. იური ტაბატაძემ, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში ლა ლიგა 2-ის კლუბს კადის შეუერთდა, წარმატებულ დებიუტზე გამოცემა ბილაივთან ისაუბრა და თქვა, რომ კადისთან ერთად ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის. ლა ლიგაში დაბრუნება გუნდის მთავარი მიზანია. ჩვენ ამის რეალური შანსი გვექნება, ამბობს ფეხბურთელი. 25 წლის ქართველმა კადისის რიგებში 2 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.